ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ქუთაისში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ არჩევნების შედეგები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, მიუხედავად არჩევნებში მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგისა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შეინარჩუნებს თავის ძირითად ხაზს და ოპოზიციურ ძალად დარჩება. გიორგი თარგამაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, კარგი იქნება თუ კი საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში პოსტს დატოვებს. მარცხისგან და გამარჯვებას. მიზნები და მათ შორის ჩვენ არ ვაპირებთ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნას, მაგრამ ამავე დროს ყველა კარგად ხვდება, რომ იმ საქმისთვის, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასამყარებლად, ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად და ჩვენ საზოგადოებაში პლურალისტური დემოკრატიული გარემო ჩამოსაყალიბებლად, არათუ საჭირო, არამედ გარდაუვალი და აუცილებელი არის ისეთი ტიპის ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელთაც შეუძლიათ თავისი ერთობით, თავისი იდეოლოგიით, თავისი პოლიტიკური განაცხადით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მომავალი საქართველოს მშენებლობაში. ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას და ვაგრძელებთ ძალიან კვალიფიციურ, ძალიან კონკრეტულ, ძალიან შინაარსობრივ ბრძოლას, არა მხოლოდ თქვათ პარლამენტს გარედან, არამედ ძალიან ბევრ საკრებულოში, სადაც ყავს უამრავი ფრაქცია, უამრავი საკრებულოს წევრი, ჩვენი პროგრამის, ჩვენი ხედვის, საზოგადოებისათვის დეტალურად გაცნობის, ამ ხედვის რეალიზების გზების ჩვენებას ერთი წამით არ შევწყვეტ.